ისტორია, აბა წეღან მოქალაქეობაო. გამარჯობათ. მე მგონი ის არ ჩატარებულა. აწაიქცეთ. ბუცკებს უნდა უშველო. მაგარიშსვი. ტანზე იმდენად არ მცივა, გავხურდი. რაც ფეხებზე. მიუხედავად იმისა, რომ სქელი კარგოდ გამაცვია და ნასკები. მაგრამ მაინც გარეთ აყინვას ვერ ძლევს. ერთი საქმეღა დამრჩა, უნდა ნესტიანი იტილოთ, გამოწმინო ყველა. ძალიან აღარ ვასველი, ისედაც ნესტია, ისედაც სისველი, ისედაც ცივა და აღარ ვასველი ძალიან. უბრალოდ რომ მტვერი ავიღო, მაგრამ მამასობაში სასწრაფო საქმე რაც არის, იმას გავაკეთებ. აქ პური მოვზილე. პური არა, ცომი. პურის მასალა ჩვეულებრივი დროჟით და რაღაცა და ეხა უნდა გავამზადო ამისი გული. ამისი გული ეს არის კარტოფილი, უნდა გავუწქნა. მოდი ახლა სამფეხაზე დაგსვა. კარტოფა უნდა გავუწქნა და მე რომ მოიხარშება ვუზავ ყველს. ისე რომ, მარილი აღარ უყო. ეს ფეხები რატო ისე ეფარჩხება. გუშინ მოიტანა ლაშამ კარტოფილი საკმაოდ დიდები, მაგრამ აი ესეთი წვრილი კარტოფილები მაქვს გვაქვს დარჩენილი და ეხლა რომ მე იმის ხმარება დავიწყოს ფიზიკურად, ნახეთ, აყვავდება და გაფუჭდება. ამიტომ არც მთლაც ისეთი წვრილები არ არის, რომ მე ვერ გავფუჭქნა ესენი. და დიდათაც რო არ გვეჩქარება, მოდი და დავფუჭქნეთ. მაგის პარალელურად გამოვწმენდავ და რაიყო. აუცილებლად ხო მშვიდობა გაქვს. ამის პარალელურად მინდა რომ რამე საქმე გავაკეთო. მე მოხდება ხალათი რომელიც ჩემ თავს ვეუბნები რომ გუშინდელებით არ მოიქცე მანანა მეთქი და არ ვიქცევი. მიუხედავად იმისა რომ თოვლია და ალაგ-ალაგ კიდე წამოუთოვლებს ხოლმე. ეს არის რა უყოთ. სულ ფეჩთახუები ვიჯდებით, ხან აქეთ გადაწოლილები, ხან იქით გადაწოლილები, თავზე ვიძალა არ არის, რამე უნდა გავაკეთოთ. სალამი ფატუნია. ჩატში დაწერა ბონჟუ. ვიცი გადმოვიდა რაღაც ჯასადით მოდი. გადმოკვეთე საკრიანელებმა საზღვარი, ნინომ დაწერა ამ წამს. 2-ია, 3-5 წუთია. 2-ია? ხო. და ნინო 2-ზე არ უნდა ყოფილი. იქ თუ პირველზე. 1 საათი უკვე იქ. პირველზე. წამოვიდნენ როგორ ივლიან გააჩნია 8-9-ზე უნდა აქ იყვნენ ყველა ვარიანტი. ძალიან კარგი. წეგან ურეკავდი იურანეს და მიუწვდომელიაო და მივხვდი რომ არ იყვნენ საზღვარს აქეთ. ბევრი ვიფიქრეთ, ცოტა ვიფიქრეთ, დღეს საჭმელს არ ვაკეთებ ისეც არაფერს და რატო? გვაქვს რაღაცეები, კერძია. ლაშამი მგონი გვიან მოვა და ჩვენ გვეყოფა რა. მე შეიძლება ერთი ესეთიც დავწქნა და შევწვა უბრალოდ. და ხვალედილისთვის მინდა რამე მოვიფიქრო. და ხვალიდან უკვე მუშაობ. ძალიან დიდი იმედი მქონა რომ ორშაბათიდან არ იქნებოდა თოვლი, როდესაც მე სამსახურში გავიდოდი, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩემს ურიგეობაზეც იქნება თოვლი და იქნება სიცივე, მაგრამ ჩემი ძმის მანქანით ვიქნები, ჩემი ძმაც მუშაობს ამ კვირაში და მარშრუტკასთან არ გვიწევს დგომა ამ სიცივეში. კიდე არა უშორა ავიტანთ. ეს იმდენი მინდა გავაკეთო, რომ ხვალეც წავიღო 1-2 ცალი და დილით რომ მივალ, სანამ ყავას დავლებთ, დილით მივირთმევთ ხოლმე რამე რუნეებს. არ ვიცი, ბარბარემ თქვა არ მომეწონა მე იქ ყველიანი კარტოფილით რო იყო გაკეთებული ის და მე ძალიან მომეწონა. ეხლა იცი როგორ უნდა გავაკეთო? ზოგადად ვაკეთებ ხოლმე გუნდას, მე გუნდაში ვდებ ხოლმე და მე ვაპყრელებ ყველთან ერთად.
და მაინც ასე თუ ისე არ გამომდის ხოლმე თანაბარი ცომი, ანუ ზოგან სქელია, ზოგან თხელია და რა ვიცი რა ერთ სიტყვით. ეხლა გადავწყვიტე რომ აი ეს ხაჭაპური უკეთრება ძალიან თხლად გავათხელებ ერთ ცალს, დავდებ. მე მეორესაც ძალიან თხლად გავაფერ და გადავაკარ. და ქვეშ შევუკეთა და გვერდებზე უკან ჩანგლით რო იციან გარშემო შემოვალებ და დაიტკიპოს. ანუ ესე ერთი ზომის გამოვა და აი ესე გადავწყვიტე რომ ეგ გავაკეთო. უფრო ადვილიც არის. მოკლედ. უბრალოდ ხა მეზარება ამ უწყლობაში რომ ცომთან მიწევს ურთიერთობათან დაბლა სიცივეში და მაგიტო მეზარება, მაგრამ ჯერ კიდე იმდენ ხანი უნდა იყოს სიცივე, რომ ფაქტიურად მაშინ უარს ვამბობ ყველანაირ ცომეულზე და არა და უნდათ ბავშვებს რაღაცები და ერავქა. გამათბობელი დადგიო რამე პატარა უკუხნაში, მაგრამ არ გამოვა რა. ჯესედაც ყველა კედელი დაკავებულია, ვერსად ვერ დადგავ, იმდენად პატარა. ვიდეოში კიდე ძალიან დიდი ჩანს, აი გოგოები დამემოწმებიან ფატი და სოფო რო იყვნენ, რომ იმ ხელად ჩანს სამზარეულო რა იყოს, აი ფიზიკურად ვერსად ვერ დადგავ და თან ვერ დადგავ. როცა ჩავდივარ ხოლმე და გაზი, ისედაც ვანთებ გაზს. მერე გამოდიხარ, მერე სასახლის მანქანას რო ვთავ ხოლმე რაღაცა კარებს ღიას ვტოვებ ხოლმე ცოტას რა ვიკეტება, ბოლომდე დამაგრძელებელი რო ჩაყოლებული და მოკლედ არ გამოვა ეგ ამბავი რა. მან დადგმას მისჩვენია, სადმე შიგნით დავდგა და კარგად გათბეს ის, მაგრამ წელსაც რამენაირად გავქრჩავთ, იქნებ მეორე წელს ცოტა დიდი დავაყენოთ აქ. რა ვიცი, წინასწარ არ მინდა ვთქვა, არ გამოდის ხოლმე არაფერი, მაგრამ აი ხა რო ძალიან რო ყინავს, აი ხა გარეთ როგორ წყინავს და კიდე ამაზე მეტად ყინავს და დილას. ან ფიზიკურად სადღაც 2 მეტრის აქეთ თუ ძალიან თბილად არ გაწევ, ვერ გამოხვალ გამათბობლიდან. ნინოც რომ უნდა დაწვეს ხოლმე გამოვა აქ ჩაიცვეს, პიჟამოით მაგრად გახურდება ხოლმე, გაცხელდება და გაიქცევა ხოლმე და ჩახტება. ეხლა კიდე რა გვიჭირს პატარები რო იყვნენ ხოლმე, ნინო რო ერთი თვისა იყო, მაშინ დავდგით გამათბობელი, მანამდე გვედგა ფეჩი და ივანი და ბარბარე პატარები ყავდნენ ხოლმე, ვთავდი იქ პლიტას. მერე ფეჩიც დავდგით ცოტა მაშინ. ივანე რო დაიბადა დავდისა ვქნენით. საგებიროა ხო იცი ატაკის, ეგ დააფინეს, სანამ ეს ამშობიაროდან გამომიყვანდნენ და იგი იყო რომ სითქო შენარჩუნებულიყო და ქონდა ხოლმე რაღაცა ძველებული ახლა დაბლა საქეიფ ოთახში გვიდგა ის პლიტა თუ რაღაცა იქვანთებთ ხოლმე. ხო და ეგ პლიტა სვანთებდით ხოლმე რა. ფიზიკურად ვერ დაანთები მანდ რომ საგები იყო, საფენი იყო და ნაპერწკალი რაღაცა რომ ნაკოჩხალი გადმოვარდნილიყო. ჰავა ბულბულევდეს უყოლაფერს. მაგრამ ისეთი აუტანელი იყო მოსავლელად, ტვერსასუტი არ მქონდა. ცოცხით, აი რაღაცა ტურის ბუდეს საშინელება, აი ხარ ბაჟრიალებს, აი მახსედება მაჟრიალებს რა, მაგარი საიზღრობა იყო და მე როგორც კი გამოთვა და რაღაცა მოვხიკე და გავისროლე. გადმოვადგი გარდირობების ინსუ და ავიღე. ციოდა ხოლმე რა, მოკლედ გინდა ისაგები ყოფილიყო, მაინც ციოდა და მახსოვს როგორ ეცვათ ხოლმე ამათ ივანეს და ბარბარეს. ხო გავხდიდი დღის ტანსაცმელს, მე ჩავაცვევდი ხოლმე პიჟამოებს, ქელი პიჟამოები. ეცვათ ხოლმე ხელთათმანები, იმიტომ რომ ხელებს მაღლა ყოფდრე ხოლმე და ბარბარეს ძალიან იყინებოდა ხოლმე პატარა ხელები და ეფარათ ხოლმე ქუდი. აი ჩვეულებრივ საგუნდაოთ რომ უნდა წასულიყვნენ, ისე მიმყავდა დასაძინებლად. მე კი დავდგით ფეჩი რა. ქუდი და ხელთათმანებით გაძინებდით ხოლმე, ძალიან ციოდა. მთლიანობაში არ მიცი, ეგ უფრო კარგი იყო ამათი ფილტვებისთვის, ამათი იმისთვის სიცივეში, მეც მიყვარდა ხოლმე სიცივეში დაძინება, ისეთში მეძინა ხოლმე, რომ წყლები დაყინული იყო დილით სიტყვაზე. წყალი ხომ მქონდა იქ ოთახში და გაყინული იყო ხოლმე. ცუდი არ არის. უბრალოდ გაუსაძლისია რა, ხა ხან რო შეხედავ, ხო იცი რო არ ტირიან, ხან რო ტირიან და გინდა დააძინო და ესე ბავშვები თვილად აკვა, მაგრამ შეროქციო, აი და აღავე, აი ვაიმე. არ მინდა ისე იმ პერიოდში დაბრუნება. გავიარე. ეხლა როგორც კი გამოვა მზე, აი ესეთი რა,
თუნდაც ძალიან მაგარია რა, უბრალოდ რომ მოთბება და თუ სახში ვიქნები, აუცილებლად უნდა გამოვყარო ლეიბები და მატრასები, რაც გვიდევდა, რასაც წევართ, რომ რაღაცა ნაწილი მაინც აორთქლდეს და თუ ნესტია სადმე გასუფთავდეს. მე მან დრო რემონტს გავაკეთებ, მაგ კედლის მხარეს, საითაც გარდირობი გადავწევართ და რაღაცა აბსოლუტურად არაფერს არ დავდგავ, სრულიად ცარიელი უნდა იყოს ეგ კედელი. აი მორივე თაროს გავაუქმებ, არა მჭირდება უაზროდ მიდევ რა. მე სპალნას რო ვიყიდი, იქ იმხელა თარლოები იქნება და იმხელა ფართი აქვს იმ რაღაცას, რომ საერთოდ არ ასაჭირო სხვა დანარჩენი. ტყუილა გავკიდე, მე მგონი სამუშაო ტანსაცმელი გარეთ ნენელა უნდა შემოიტანო და აქ დავაშრო. არ გაშრება. გარეთ არ გაშრება. უი, მართლა იმას უყურეთ? გიმსი ხო ბარბარე? ეგია ხო ის ფრანგი ის როა, რეპერი. ფერატკარიანი ფრანგი რეპერია, გიმსი. ხო, ეგე. და მე მაგალითად ველოდებოდი 21-ში უნდა დადებულიყო სრული ვერსია, პატარ-პატარა ნაწყვეტები კი იყო TikTok-ზე, Facebook-ზე, მაგრამ თავიდან ბოლომდე არ იყო არც ერთ და 21-ში დაიგეგმა, რომ უნდა 21-ში გამოსულიყო და არც კი ვიცი, რამდენი ნახვა აქვს უკვე. 12,000. მეტია რა? ეგ ოფიციალურ გიმსის გვერდზე? არა, ვიღაცასა. მომეცია და ერთი უნდა შევიდე და ნახო. მე მართლა ველოდებოდი 5 დღის მანძილზე ველოდებოდი, რომ დადებულიყო და ყველაზე მაგარი რაც იყო, ქავერზე რომ ფოტოდევს, ეგ მომეწონა ყველაზე მაგრად. აი ხა უნდა განახოთ, იმედი არ დამიბლოკავს ამ ერთი სურათის გამო რა ქვია YouTube-ი ამას, იმიტომ რომ იმისი არ არის ეთი ხელწამოსაკრავი რეპერი, რომ იმის რამე გამოიყენო შენ და რა ქვია იმას კაცო, გამოძვრე. აი და ყველაზე მაგარი რა არის, ამ ქავერის ფოტოზე აცვია ჩოხა და სიმღერას ქვია ნინაო. და მაგარია, იქ მაგარი შეგრძნება. ქართულადაც ხო აწერია და ინგლისურადაც აწერია ნინაო. ეხარი ფრანგი. ფრანგია. დიდხანი არ განახე. ხო. და ეს არის ხო, ეს ოფიციალური გიმსის გვერდზე 35,000 ნახვა აქვს ამას. მაგრამ ბევრმა აი აქეთ ეს არის ოფიციალური, რომელსაც აქვს 35,000 ნახვა. აი აქ ესეც სხვისი არის და აი რა ვიცი. სამაგარია. გიმსის ნინა. განთაგანო ქართველებსაც დაუდიეთ უკვე აი მე. მოკლედ მე ძალიან მაგრად გამიხარდა, ძალიან მაგრად მომეწონა. და არ ვიცი ხა ნათარგმნი არ იქნება, იმიტომ რომ ფრანგულად არ ამგონია, რომ ხულოზე და ქედრები გადაეთარგმნათ. ნამდვილად არ ამგონია. გადაეთარგმნათ და უბრალოდ რა ვიცი, ისე საინტერესო არის რა თარგმანი აქვს. ხო არა დევ ინტერნეტში. არ არსებობს, რომ ხულოზე ხო არ იმღერებდა. აბა დაგუგლე გიმსის მე თუ ჩემო გამოშტერდა იმის ტელეფონი. გუშინ პირველად ვინანე, რომ ეს ძველი ტელეფონი არ მქონდა წაღებული გადასაღებად. იმიტომ რომ ამისი კამერა ყველანაირ შუქს ჩრდილებს და შუქებზე აცრილია რომ იტყვიან და გამოსახულებაც ძალიან მაგრა იჭერს და აი ვინანე, რასაც ქვია დანანებით, რომ არ წავიღე, ცეკვები ვერ გადავიღე კარგად. ხო და რას ვამბობდი, გიმსზე ვამბობდი რა, ძალიან მაგარი, მე მესიამონა, მე ამაყება, რომ ვიღაც არ არის, საკმაოდ ცნობილი ფრანგი რეპერი და მომღერალია, რომელსაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს და ძალიან ბევრს უყვარს. და ადამიანი რომ ამ
როიტყვიან ლეველზეაო და არჩევს ქართულ სიმღერას, თან სიმღერას, რომელიც ქართველებისთვის, რა ვიცი, ერთ-ერთი ზავიზუტო ბარათია და ამაც მის ამღერს რო ქართულად იმღერებს. ნინაო. და ოღონდ მართლა ძალიან მაგრად ამაინტერესა ტექსტი. ხულოს ნამდვილად არ გადათარგმნილი. რა თქმა უნდა, მაგაზე აწარმოებდი ცეკოს. რა არ დევს TikTok-ებს, ვერ გინახია TikTok-ებს. TikTok-ზე ეს სამი კვირა ვერ შევდივარ. TikTok-ზე ყველა მაგაზე ცეკოს. ესე იგი, ჩვენ გვინდა გიმსის სიმღერის თარგმანი. გიმსის ნინაო. არა, ისა თვითონ YouTube-ზე ხოდევს ხოლმე სიმღერის ქვეშ. კი. მოიცადე. ტექსტი ხოდევს ხოლმე. ერთი წამით ხალხნებო, აი ესა. მოიცა ჩაუწიო, თორე ამან თუ იყვირა. ამან თუ იყვირა, სულ დაგბლოკავენ YouTube-დან ამოგვაგდებენ. არ წერია თარგმანი. ტექსტი არ წერი. და მეტანი ბევრი ხორბობი და. ოღონდ მართლა დიდი სიამოვნებით ნახავდი რა სიმღერის არ არის თარგმანი. თარგმანი რა, ტექსტი არ არის, როგორ ჩაგვეგუგლა. გადათარგმნიან მალე ქართველებს მეტი რა საქმე გვაქვს. იმან გადათარგმნი ესენი გადმოთარგმნიან. რა ხომ გადმოთარგმნო ქართულად? ისეთებს ვიზავთ მაიცა. ჯერს დათახარ. ვერ გავედი ბოლოში. არაფერს არ უზავ, აბსოლუტურად მოიხარშება, ყველს ჩავაღლე, ჩავჭყლიტავ ერთად. მაგასობაში ისიც ეხლა რომ მოვალ იმას მაგას ჩავზელ. გამოწიე, ბარბარე, გაფუჭდება ცომი. მიადგა. გამოწინე, ეგეთა მაგეთა მხარი მოუშრება ძალიან და აღარ გაფუდება. გუშინ ჩემი მეზობელი, გუშინ არა, გუშინ წინ ჩემი მეზობელი მელოდებოდა წადიო. გამოდი ყავაზეო. გელოდები იცოდეო. შენმა გამომწერმა დამირეკავდა, არაფერსაც არ გეტყვიო, რა მითხრაო. გამოდი ყავაზე თუ კიდე გითხრავდა. მე დილით დამირეკა ჯერა რა და მეთქი ამუშკი ვერ მოახერხებ, რომ იოანეს ვამზადებდი იმისთვის, თურქეთისთვის, პლუს ბარბარეს გუშინ გორისთვის და მეთქი თუ მოახერხე აუცილებლად გამოვალმეთი და ისე შემოღამდა, რომ 6 საათზე და 7 საათზე უკვე რო აი რო გინდა რომ დაჯდე, არანაირი სურვილი აღარ მქონდა არსად წასვლის და ასე რომ ანუშკისთან არ ყოფილვარ და მე მგონი იქ წითელი დამადებს ნიშანი როა X-ისა რომ აღარ შევიდე. არა, ესამა გასაკეთებელი ეხლასაც წავიდე. ანას დასვეუბნეოდი ქვემოთ მაგნიტში მუშაობს და მაგნიტში ვნახე რომ რა შვებით აბა როგორ ახარო მეთქი შენი დასთან მეთქი სამეზობლოში მეთქი მე მგონი აკრძალულმა გამოსვლა მეთქი და რათაო და რათა და ესეა მეთქი სამსახური და რომ მოვდივარ და სიტყვაზე მე მეორე მესამე დღისით იქ საქმეები ეს რაღაცა მივყვებით ხოლმე და ვერც ის გამოდის და ვერც მე მივდივარ მეთქი რა რომ ეძახის თქო და არა უშავრავ ჯერაო რა სამბობ იმიტომ რომ მესამე თვე გავიდაო და პირველად ძლივს ვიყავი რამდენიმე ხნის წინ ისიც შეკროლვი თუ ასე რომ როდესაც მუშაობ და ესეთი რაღაცა ხოლმე თან რო დღე პატარა არის თორე ხან 9 საათზე გავსულვართ ერთმანეთთან არა უშავა რა ცოტაც და გამოვასწორებთ მაგ ამბავს ამგვარი მოვჩხარ ხო ой არა მქონია ის რა მალე გავიდა რა ეს წელი ხო სხვათა შორის აი უკვე ისა ეხა იქნება ერთ კვირაში დაიწყო ვარდადაგები ორი კვირა ხო ძალიან მალე გავიდა ერთ თვეში უკვე სკოლა მთავრდება ვაი მე ესენი სახში უნდა არდადაგები იწყება საგაზაფხულო სკოლის გეგონება ისე დაიღალნენ რომ ანუ ერთ წელია სკოლაში დავდივარ არ დავიღალე ზაფხულში ხო ვაიმე გამომეტანა ის იმხელა კარტოფილები ორ წელს გავწვიმ და მეყოფოდა რა არის რა
პოლისტილო მაგ გასარეცხი, გარეცხილი. და როგორც გავრეცხე, გები ამოვდე და აი როგორც დავდე, გებია გაქოვებული. უნდა შემოვიტანო ეგ დავაგდო. მოლხვეს რომ შემოვუქროლო და სანამ ვასწავლ დავაუთო რამდენიმე რაღაც. საერცხის დარეცხვა კიდე მინდოდა რა ბოჭკაში წყალს ჩავამატებ მეთქე. იმდენად გულის ტკივილამდე მივდივარ ხოლმე რომ ისეთი ცივი წყალი რაც იყო დილას ლაშამ ჩაასხა და მე ჩავამატე რა ეხლა არ არის სახში და ივანეც არაა და ხელები რომ ისველდება და ერთი ვედრა ორი ვედრა რომ ჩაასხა რაღაცა და აი ისე რო გაგეყინება რომ გული რო გტკივდება ეგრებობივიდა და მეთქი არა რა იყოს მოვა წყალი დავრეცხავ არ მოვა და ხალხის უარ არეცხავს გაუჭუჭყიანდებათ ამოუტრიალებ უკომაპირიდან ჩავაცვი ყველაფერს მე მოფშვნეტას დავიწყებ და ეგრე ნელა გადავგვარდებით იმეებივით დინოზავრებივით ის ძველი წყალი მაინც გამოუშვით აი ხალხო თქვენ ის მაინც ამ მქონდა თვეში ერთხელ ეს აღარ არის საერთოდ მოვა თუ არა და სანამ გამოხვალ აღარ არის კრანში რო ნახავ რომ მოდის სანამ მოტრიალდები აღარ მოდის აქ არის დევია ხო ფხიკა და ფხუყო კრანში წყალი არ მოდის ხო იცი ვაიმე ეხა დავურეკოთ იოანეს წავედი ხა დაგებშდობებით მომავალ ვიდეომდე კიდე კაი ხა ჩასხმულია წყალი და ამას გავერეცხავ ცხელი წყლით და ჭურჭელიც არა მაქვს დასარიცხი კაი გოგო ვარ დღეს თუ ესე მივყევი საქმეს და თავს მართლა ვაიძულებ აი არანაირ სურვილი არ მაქვს ხა იმის გაკეთების მაგრამ ვაიძულებ თუ ძალიან არ წამწყდა კი ისე დღეს იმს ერთ საროჭკას დავხატავ რომელიც მაქვს და თან ვფიქრობ რომ რაზე დავხატო რომელ მაგიდაზე რომ კარგად ისაქნას თუ ისევ ის ამოვიღოთ იტანო გატეხილი პრინციპს გვალმაგიდაზეც დაიხატება თქვენთან რომ დაბალია ძალიან და კისერი მომწყდება ძალიან დაბალია რომ ვზივარ ხოლმე სადაც აქამდე უნდა იყოს რა და ის დაბალია და აკლემივით გავხდები შენთვის თუ არ აკისრია მე მგონი მაგაზე რაღაც სადებს და ბავშვი თამაშობს ხოლმე თუ ხდები შენ თუ არ გინდა შეგიძლია გათხოვდე და წახვიდე ხო ეგრეა არა არ მოგწონს წადი არ მოგწონს გაღეკარები წადი გათხოვდები ავადრი არის ყოველ უნდა გათხოვდე მეთქი და შენ გითხარი თუ ნინოს და ვისთან დარჩები მეთქი შენ გითხარ შენ იყავი პატარა თუ ნინო გამოწიე აქეთ გამოწიე მეთქი წავალ გავთხოვდები დავისვენებ მეთი და სულ მე გამამყოლეთ მე ყველაშიც მე მომდევდა შენ გამოყევი რომ ხო მე მგონი შენც მოდიოდი იოანეს გაეცინა უკვე იმას აქში იყო რომ ვერახარ შერავ რა გაეცინა ბავშვმა და ნინომ კიდე ტირილი დაიწყო მეთქი ბარბარე რა ხო ბარბარე რადგან მომყვება მეთქი შენ აქ დარჩი თქო რა ხო და რა მაგრათი ტირა რა შენ რო წავგათხოვდებიო მეც წამოყვები იქაო. Ani იმენა ძალიან ისა ლილოშიც არ რჩება შენ გარეშე და ვაფშე არ სადარჩება. გუშინდელი დღესთან დაკავშირებით იყო ინგასთან იყო მამიდა ჩემთან. თავის პაპიდასთან და ლაშეობნევა რომ მოდიო ლილოში წაგიყვანო და დღევანდელ დღეზე უთხრა რომ ამოგიყვანო რა და ხო წახვალო და ეგრევე გაუწითელ და თვალები. ანუ ამას რო იწვის ესე იგი უარზია რა თან რო ვერ გიტეხავს და თან რო არ უნდა. რა წავიდა. აი ღამე დარჩენა ჩემს გარეშე მაგას აქ ის ოღონდ ხო დარჩენდა სად ვიყავით მაგის გარეშე ქობულეთში ხო? და ბაკურიანშიც. თუ ბაკურიანში მყავდა. ნუ ყოველ შემთხვევაში განა არ მივდივარ აი სადღაცას რო და ამათ მივყვები ხოლმე გავდივარ თურქეთში ხო ვიყავით ჩარშან მუსიკიდან და წავედი. ეგ არა აქვს პრობლემა. ამ სახლიდან სხვა გადაძინება არ უნდა. და ეგ არის და მით უმეტეს ხა მე რომ მივდივარ და ეგ აუცილებლობა მაგას არა მაგაზი არა აქვს და აი მე რომ სახში ვარ და ეგ სადმე წავიდეს სადმე დაიძინოს შანსი 0. წავედი ახლა ამას გავარეცხავ დავდგავ და გავაგრძელებ ვიქალებ ისევ და ისევ დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბაჰე